ბესო გაზდელიანია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბესო. თქვენ აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, თქვენი გამოცდილებაც მინდა მოვისმინო. თქვენი ჯანმრთელობაზე მაშინ როგორ აისახა ეს ყველაფერი და როდის გაგიჩნდათ პირველად ეჭვი, ჩვენ ჩართვებსაც ვნახულობთ ახლა გუგა როგავასაც ქონდა ეს ამონარიდი, გუშინ შაბათის ფორმულაშიც იყო და ასე შემდგომ. მაშინ ოპერატორები, ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი წყლის ჭავლი, რომლებსაც გაუშუქებიათ ბევრი ასეთი აქცია. მოგესალმებით. მე 14 წელია ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, მე და ჩემი მეგობრები და ამ წლების განმავლობაში ბევრი ძალადობა გვინახია ქართული ოცნების და მათი სილავიკების მხრიდან. მაგრამ ეს ბოლო წლები, განსაკუთრებულად ბოლო წლები იმდენად რაღაცა დაუნდობელი მეთოდით გვებრძვიან და იმდენად რაღაცა გასასტიკებული არიან, რომ ერთ ეპიზოდს ვერ შეადარებ წინა წლებთან. მე რაცაც ვაკვირდები განსაკუთრებულად გავრილოვის ღამის მერე გამოავლინეს თავიანთი რეალური სახე და პირველად სისასტიკე მაშინ გამოავლინეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მაგ დღეს მე ყურის ბარაბანი გამიხეთქეს. ახალგაზრდა გოგონები იდგნენ ჩემს გვერდით, რამდენჯერმე მოყვნენ ამ ჭავლის ზემოქმედების ქვეშ. ახლა მე უკვე მიჩვეული ვიყავი და იმ ლულას ვაკვირდებოდი, მათი ამ ჭავლის მანქანის ლულის მოძრაობას და მასე ვცდილობდი ყოველ ჯერზე ამერიდებინა და რომ დავინახე, რომ ამ გოგოებისკენ იყო მიშვერილი, მინდოდა რომ უბრალოდ მომერიდებინა, მივედი უცებ, ახლა წამებში ხდება ეს ყველაფერი, გადავეფარე, მეთქი ვიფიქრე გამომეყვანა და მაგ დროს დამარტყა ჭავლის მანქანა, მართლა ისეთი მაღალი წნევი, ჩვენ ახლო მანძილზე ვიყავით ჭავლის მანქანასთან და დავკარგე გონება. აბსოლუტურად გავითიშე. ეს არის გავრილოვის ღამე და უგონო მდგომარეობაში სასწრაფოს მანქანასთან მიმიყვანეს. გონს რომ მოვედი, ნუ ყველაფერს ადამიწა მიტრიალებდა, რაღაცა მცირე კანტუზიასავით მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები ეუნებოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას თანამშრომლებს, რომ გადავეყვანე საავადმყოფოში, რატომღაც არ გადამიყვანეს. ხო და მე ცოტა მოგვიანებით საერთოდ არ მესმოდა, გათიშული მქონდა მარცხენა მხარე და გადამიყვანე ჩემო მეგობრებმა საავადმყოფოში და ნუ აღმოჩნდა, რომ ყურის ბარაბანი მქონდა გაგლეჯილი და რამდენიმე თვე მერე მკურნალობა დამჭირდა. დღესაც ერთი დაახლოებით 30% მაქვს დაქვეითებული მარცხენა ყურში სმენა. გავრილოვის ღამის მერე აი რაც შემიძლია კიდე გავიხსენო, ეს იყო 2020 წელი, როდესაც CSKO-სთან მივედით ჩვენ. გასაპროტესტებლად. ნუ არ ვიცი ღმერთო, ეს აშინელება იყო, რაც იქ რამდენიმე ეპიზოდი შემიძლია მოგიყვეთ, იქ რაც დაატრიალეს და რა უმოწყალოდ დაგვარბიეს. პირველად სხვათა შორის მაშინ შევამჩნიეთ, რომ რაღაცა სუნის დიოდა ჭავლის მანქანიდან გამოწყორცნილ წყალს. ვაშა შერგელაშვილიც ამას ამბობს, რომ იქ გამოიყენეს და პირველად მაშინ შევამჩნიეთ, იმიტომ რომ მანამდე ახლა მე წეღან რაც მოგიყევით გავრილოვის ღამის თითქოს არ ქონდა იმხელა ინტოქსიკაცია, ახლა ჩემი მაგალითი გითხარით და მაშინ თითქოს არ მქონია ეს სიმპტომები, რაც უკვე შემდგომ აქციებზე რაც გამოვლიდა აქციის მონაწილეების მხრიდან. მაგ დღეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი კახა კვეკვეცია, თვითონაც ყოფილი სპეცნაზელია, გვერდიდან ამაცალეს, უმოწყალოდ ცემეს, თავი გაუტეხეს, 15-მდე ნაკერი ედო, მე საავადმყოფოშიც მოხდა, ჯერ მანამდე იჯდა, ჩასვეს კაპეზეში, მე საავადმყოფოში მოხდა. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც მაგ დღეს მოიწამლა, მურმან თხელიძე. საზოგადოება არ იცნობს ბევრ ასეთ ადამიანს, ვინც მართლა უცნობი გმირები არიან ეს ადამიანები. მურმან თხელიძე მაგ დღეს ისე ჯერ დასველდა, მე ისე მოიწამლა, რომ ეს სიმპტომები რაღაცა პერიოდი მას გაყვა. როგორც ჩანს იმუნიტეტიც დაუქვეითდა, რამდენჯერმე ძალიან ისე მძიმედ გაციების სიმპტომები ჰქონდა და ბოლოს ეს ადამიანი აი ამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო გარდაიცვალა.
მე ისიც მახსოვს რომ თქვენი ჟურნალისტები რომლებიც მე მგონი თვითონ ტელევიზიის მიკროავტობუსი იყო იმის თავზე იდგნენ და მიზან მიმართულად ახლა რა უნდა გაეფუჭებინათ ხო იმ ჟურნალისტებს უბრალოდ მოვლენებს აშუქებდნენ იქიდან ვიდეო კამერებით ხელში თუ როგორი მიზან მიმართულად ესროლეს და გადმოყარეს იქიდან ნუ მაგ დღეს ბევრი მე და ჩემი მეგობარი დავსვენდით ძალიან და აი მაშინ იყო, როდესაც პირველად შევატყვეთ, რომ წყალს რაღაცა სუნის დიოდა, მაგრამ არავის არ გვიფიქრია, სოფო, რომ აქ შეიძლებოდა გარეული ყოფილიყო რაღაცა ქიმიური ნივთიერებები. ჩვენ უბრალოდ ფიქრობდით, რომ რაღაცა სიბინძურე დაგვასხეს რა, ანუ რაღაცა ჭუჭყიანი წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს, მაინც ქართული გვარების მატარებლები არიან და მაინც ფიქრობ, რომ ასე ვერ გაგიმეტებს რა, რომ არავის მაშინ არ გვიფიქრია. რომ აქ შეიძლებოდა რაღაცა ქიმიური მომწამლავი ნივთიერება ყოფილიყო გარეული. 9 აპრილის მერე ასეთი მართლა ასე არავის გაუმეტები ვართ, როგორც ეხლა ბოლო რამდენიმე წელია, რასაც საქართველოს ხელისუფლება წოდებული რაღაცა ერთი პრორუსული ჯგუფი აქციის მონაწილეებს იმეტებს. რაც შეეხება 2024 წელს, 2024 წლის გაზაფხულზეც გამოიყენეს ეს სიბინძურე და რაღაცა ეს მომწამლავი ნივთიერებები, უпростоრედ. გაზაფხულზე თუ თქვენ შეიძლება იცოდეთ ეს კადრები ჭიჭინაძის ქუჩიდან გვერდითა შესასვლელზე ევროპის დროშა ჩამოუკიდე ჭიშკარზე. იქ ახლოს აქციის მონაწილეებს არ უშვებდნენ, მე ქვევიდან ამოვდიოდი, მხრებზე ევროპის დროშა მქონდა გადაკიდებული და ახლოს ის აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსპარენტები ეჭირათ, ცდილობდნენ რომ ჭიშკართან უბრალოდ ახლოს მისულიყვნენ, რომ რაღაცა მათთან დიალოგში შესულიყვნენ. იქეთ ჭიშკრის იქეთ ვდგომ გედედეს თანამშრომლებთან და რამდენჯერმე ძალიან ისე დაუნდობლად ის ჭავლის მანქანით მოიცილეს იქიდან და მაშინ უცებ სპონტანურად გამიჩნდა ესეთი იდეა, რომ ჭიშკარზე ჩამომეკიდა ევროპის დროშა. რაც შემდგომ განვახორციელე, თვალები დავხუჭე, სუნთქა შევიკარე, ესე ავედი იმ ჭიშკარზე და ჩამოვკიდე ეს დროშა. არ ვიცი ღმერთო რა, ესეთი ასე როგორ უნდა გაიმეტო უბრალოდ შენი ქვეყნის მოქალაქე, რაც მე მაშინ რაც მან გადამხდა, ჯერ ხო არ ვიცი, რაღაც საშინელება დამასხეს, რა იყო ეს, არ ვიცი, რაღაც საშინელი ეს მარტო სპრეი არ იყო ეს, რაღაც თაფლივით, რაღაცა საღებავივით ჰქონდა სახეზე წასმული. კიდე კარგი მე შევძელი ახლა იმ მომენტში არ შემისუნთქია და თვალებიც დახუჭული მქონდა და დროშა როგორც კი ჩამოვკიდე მე წამოვედი ორიენტაციით აქციის მონაწილეების მიმართულებით, მაშინ მადლობა თითეული იქ მყოფ ადამიანს უზომო რაოდენობის ფიზიოლოგიური ხსნარი დამასხეს, თუმცა აი მაინც ძალიან რთული იყო ამ რაღაცა საწამლავის მოცილება, თავი ხელში ავიყვანე. აი ეს ფოტოა ეს. ხო, თავი ხელში ავიყვანე და ვცდილობდი რომ პორცია მესუნთქა, რომ არ გავგუდულ ვიყავ, იმიტომ რომ მართლა უკვე გონებას ვკარგავდი. მე თვითონ აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარების მანქანაში მიმიყვანეს. იქაც დამწრობის მალამო დამასხა თვითონ სასწრაფო დახმარების ექიმებმა იმათმაც არ გადამიყვანეს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდად ვიყავი ვერ სუნთქავდი თვალებს ვერ ვახელი და პლუს ამისა მე აღმოვაჩინე რომ თურმე მარცხენა ფეხში რეზინის ტყვია მქონდა ნასროლი მაგრამ ის რომ იყო შიგნით ჩარჩენილი რატომღაც იქ ექიმებმა ის ვერ შეამჩნიეს არ ვიცი მითხრეს რომ არაფერი არ არის თან ეს ის პერიოდია, როდესაც თუ გახსოვთ თქვენ ხაზგასმით გვიმტკიცებდნენ საზოგადოებას ქართული ოცნების წევრები, რომ რეზინის ტყვიებს ისინი არ იყენებენ. და ნუ იმ დღეს გამოიყენეს. მე შემდგომ მისცე მქონდა სხეული დამწვარი, რომ რამდენიმე კვირა მკურნალობდი ამ დამწრობას, ის რომ სიმპტომები დაგვიტოვა, ის რომ მახველებდა თვალის გახელა პერიოდულად მიჭირდა და სიმწვავეს შეგრძნება მქონდა თვალებში, ეგ კიდევ ცალკე ამბავი. ეს რეზინის ტყვია წეღარაც ვახსენე, მე ზუსტად 3 კვირის მერე ამოვიღე მე თვითონ ფეხიდან ექიმთან, მე კიდე მომიწია მისვლა რომ მეჩვენებინა, იმიტომ რომ არ შემიხორცდა ფეხი და არ მომირჩა და მე თვითონ მე თვითონ გავხსენი ჭრილობა და ამოვიღე ეს ტყვიები ფეხიდან. მაგისი ფოტოებიც სხვათა შორის მე მაშინ გამოვაქვეყნე ჩემ სოციალურ გვერდზე.
მოკლედ აი ხო ერთი კიდევ ჩემი მეგობარი ახლა უცებ გამახსენდა ქალბატონს ახლა usmendi და მანაც ახსენა რომ გულის პრობლემები შეექმნა ზოგ ყველას არ აქვს სოფო ერთნაირი ჯანმრთელობა ზოგს ერთ რაღაც ჯანმრთელობის ერთ პრობლემას უქმნის ზოგს მეორე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ანუ ასაკოვანი კაცი არის ყოფილი პოლკოვნიკი გია ქუტივაძე გულის პრობლემები შეუქმნა მაგარი და შემდგომ იმდენად გავურთულდა რომ გულის აპარატი ჩაუდგეს მას და მოკლედ ასეთი მაგალითები და ეპიზოდები ბევრი შემიძლია მოგიყვეთ რა კი ბატონო, ბანობესო, ის რაც მოვისმინეთ სუსიდან, რომელმაც ერთწლიანი განგრძობითი მოთხოვნის მიუხედავად არაფერი უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, არც BBC-ს მისწერა პასუხი, როცა BBC-მ კონკრეტული კითხვები მოწერა, რა გამოიყენა თუ აბსურდიაო, იძახა, არანაირი კონკრეტიკა იქ არ იყო, რაღაცა იკვლია 5 დღე და 5 დღის თავზე გითხრა რომ კითხვები ამოწურულიაო, თქვენ რა შეგიძლიათ თქვა და ფაქტობრივად ასევე გითხრა რომ BBC-ს ერთ-ერთ ინტერვიუერზე ბატონ ლაშა შერგელაშვილზე რომელიც იმ განყოფილების ხელმძღვანელი იყო რომელიც შეიარაღებას გურირებდა სპეცდანიშნულების ძალებში იმაზე ძებნა ჰქონდაო უკვე გამოცხადებულიო მე იქ ჩამოწერილ გამხსნელთან დაკავშირებული სხვაობა დოკუმენტებში ხო რაღაცნაირი მე არ შევაფასებ თქვენი შეფასება მაინტერესებს თქვენ რა შევეჭლება გრჩებათ ეს ხუთიანი დაბნეულობა რაც ჰქონდა დიახ სოფო ჯერ 5 დღეც არ დაჭირდებოდა უბრალოდ რამაც სიმართლე ეთქვათ ხო მშვენივრად იციან თუ რა გამოიყენეს და რა მომწამლავი ნივთიერებები ჩვენ არა ვართ ქიმიკოსები და ვერ ვერკვევით რა იყო ის ნივთიერება რა ზიანის მიყენება შეუძლია მას ადამიანებზე თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ ქიმიური იარაღს არ მოგვიშვერს და არ მოგვასხამს ძალა რომელიც ამბობს რომ არის ხელისუფალი ეს არა მარტო ქართული კანონმდებლობით საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია დიახ და ბევრს გვიჭირდა იმის წარმოქმნა მიუხედავად იმისა რომ გძნობდით რომ რაღაცა ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი რასაც ჭავლის მანქანებიდან ჩვენ გვასხამდნენ ნოემბრის დღეებს გავიხსენებ მაშინაც ბევრი ადამიანი იყო ამ სიმპტომებით ჩემს ერთ-ერთ მეგობარს რომ ერთად მივედით სასწრაფო დახმარების მანქანასთან ძალიან ცუდ დღეში ვიყავით მას გულიც აერია მე სიმპტომები რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში გაყვა ნანა მარგალიტა ნოემბრის დღეებში მე ვფიქრობ რომ აი განს უფრო მაღალი დოზირებით სწორედ მაშინ გამოიყენეს ეს ქიმიური ნივთიერებები, იმიტომ რომ მასშტაბი და რაოდენობა მოწამლული ადამიანების მაშინ უფრო დიდი იყო. და აი ყოველ ნაბიჯზე ვხედავდი ამ საშინელი სიმპტომების ქვეშ მყოფ ადამიანებს, აქციის მონაწილე, ახალგაზრდა გოგონებს. კი ბატონო, ასე ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ბესო. ანუ კითხვები რჩება, თქვენი აზრით რა მოხსნიდა ამ კითხვებს? ნუ კითხვებს მოხსნიდა ის რომ მათ რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი შემოუშვან საქართველოში, მე მგონია რომ ესე უცებ ვერ დამალავენ იმ ფაქტებს, რაც მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს. ბევრი საშუალება არსებობს ამისი გამოძიების და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი რომ მან საქართველოს შემოუშვან, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ყველა დანაშაულს აეხდება ფარდა, თუმცა რა ვიცი, ხა თავის თავს ხო არ დაადანაშაულებენ და დასაჭერად ხო არ გაიხდიან თავის თავს. მე დარწმუნებული ვარ, როცა იქნება ცაზე ვერ გამოეკიდება ქართული ოცნება დღეს იქნება თუ ხვალ იქნება და მე ვფიქრობ ეს მალე მოხდება, მათ მოუწევთ ამიტაცებული ხელისუფლების დათმობა და მაშინ აუცილებლად მოხდება ამ საქმის გამოძიება და აუცილებლად წარსდგებიან ესენი ხაგის სასამართლოს წინაშე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბესო გაზდელიან.